Ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რუისი-აგარის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად პროცესის მიმდინარეობას გაეცნო. რუისი-აგარის 19 კილომეტრიანი მონაკვეთის მოდერნიზაცია რეკონსტრუქციის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. უკვე აშენდა 3 ხიდი და 4 გზაგამტარი, 36 რკინა ბეტონის წყალგამტარი მილი და 6 მიწისქვეშა გასასვლელი. ამ ეტაპზე გზის მიმდებარედ მდინარის ნაპირსამაგრის სამუშაოები და ქვაყრილების მოწყობა მიმდინარეობს. ვაჟა ფანჩულიძე მსოფლიო ბანკისა და საპროექტო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად ასევე შეხვედრა გამართა რიკოთის უღელტეხილზე ჩქაროსნული გზის მშენებლობის საკითხებთან დაკავშირებით. ამ ეტაპისათვის 10 კილომეტრზე დეტალური დიზაინა მომზადების პროცესია, ხოლო რაც შეეხება რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთიდან არგვეთამდე მონაკვეთს, ამჟამად მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე ხდება მიმართულებების განსაზღვრა და მას შემდეგ რაც ეს მიმართულება დამტკიცდება, უკვე მომდევნო ეტაპზე დავიწყებთ ამ მონაკვეთის პროექტირება. აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ განვიხილოთ ზემო ოსიაურისა და არგვეთას შორის ალტერნატიული საგზაო გეგმა. ჩვენ უკვე ვნახეთ პროექტის დიზაინი და მივახციეთ შეთანხმებას 10 კილომეტრიან მონაკვეთზე. ამჟამად ვაწარმოებთ მოლაპარაკებას გზის ბოლო 4 კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული გავლენა ექნება მთელ ამ საგზაო პროექტზე.